რამდენი ხანი მუშაობდით ამაზე? სახარებაზე მუშაობდით, მე მგონი 98-ში მივედი 3 წელი. მუშაობდით, იმიტომ რომ უკვე დაწყებული იყო მუშაობა სახარებაზე, მე როცა მივედი, ის მოწინააღმდეგე შემოთავაზა 10 წლის წინ იყო უკვე დაწყებული. მეუფე დავით ქონდა ხელი გადაწერილი უკვე მათი სახარება, მაშინ ბერი იყო და მინიატიურების დაწყებული იყო, უბრალოდ დაკონსერვებული იყო და გაჩერებული იყო 10 წლის განმავლობაში. თავიდან, ასე ვთქვათ, დაიწყო სახარებაზე მუშაობა, მის უმოწინააღმდეგე მაკორთხა, რომ ჯგუფი შემეკრა, რომლებიც იმუშავებდნენ სახარების მინიატიურებზე. რამდენიმე ადამიანი ჩქარეული და გურაშვილი თვითონ ჩემთან ერთად თითქმის ფეხ-და-ფეხ, ასე ვთქვათ, მუშაობდნენ ისინი და მე უკვე 15 კაციანი ჯგუფი შეიკრა. შეგიძლიათ გაიხსენოთ ეგ პერიოდი? როგორი იყო თქვენთვის სახარებაზე მუშაობა? იმიტომ რომ სმენია ბევრი შემოქმედისგან, როდესაც ეგეთ რაღაცა საკრალურ და წმინდასთან უწევთ მუშაობა, ეგ არ არის თითქოს რაღაცა ჩვეულებრივი სამუშაო, ცოტა განსხვავებული სამუშაოა და ხშირად არის ხოლმე, რომ ადამიანების ცხოვრებაშიც რაღაცა ცვლილებები იწყება მაგ დროს. შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენთვის როგორი იყო, აი შინაგანად როგორი პროცესი იყო და გარეგანად რა ხდება? გავიხსენებ იმას, რომ ეს იყო ჩემთვის დაემთხვა ძალიან, ასე ვთქვათ, ესეთ პერიოდს, რომელიც სამოქალაქო ომი იყო დამთავრებული ახალი და მე ძალიან დეპრესიაში ვიყავი, მოკლედ ვთქვათ რა, ესე ძალიან ჩემს ცეცხლში არ გამჭირვებია, ფაქტობრივად ვიყავი განადგურებული სულიერად ომის გამო თუ რამე პირადი არაფერი ისეთი არ იყო, ეს იყო ძირითადად იმის გამო, რომ საქართველო იყო ასეთ ძალიან მძიმე მდგომარეობაში, შიმშილი იყო, ძმათა სისხლის რაც იყო სრულიად აუტანალი, იმიტომ რომ საქართველოში პატარა ლამაზი ქვეყანაა, რომ მაგალითად ასეთი არ უნდა ყოფილიყო არასდროს. არ მომხდარიყო. ამას ამ წაფრად განიცდიდით? საშინლად განვიცდიდი ამას, ჩვენ ქონდა მეწვევა ქონდა კანადიდან მე ჩემს მოყოლს და არ წავედით, იმიტომ რომ მთელი ქვეყანა იცლებოდა ადამიანებისგან, რომელსაც შეეძლოთ წასვლა და ვფიქრობდი, ყველა თუ წავიდა ეგრე, ვიღადა ურჩევით ამ საქართველოში და არ წავედით, მაშინ უარი ვთქვით და უარი კი ვთქვით, მაგრამ კინაღამ შევეწირე, შეიძლება ითქვას სულიერადაც და ფიზიკურადაც ამ მდგომარეობას და უკვე ბოლომდე რო ხარ უკვე ისეთი დაძაბულებული რომ პირში სულიერად ძლივსღა გიდგას, მაშინ მივედი საპატრიარქოში ჩემს მეგობართან დედა თებრონიასთან სანახავად და მისი უწმნესობაც ვნახე. მანამდე მისი უწმნესობას ვიყავი შეხვედრილი 12 წლის ასაკში, ჯვარი ქონა ჩუქარი ჩემთვის და ეს დავითი ქონა ნაჩუქარი ნუსხახოცურად, რომელსაც ძალიან რაღაც საყვარელი წარწერა გაუკეთე. და როცა მიხვდით თქვენინებით მიხვდით რამ დახმარების სათხოვნელად მიხვდით, რომ ცუდად რო იყავით, მაგიტომ მიხვდით, რამ ხსნას ითხოვდით თუ რაღაცა სიმართლე რო ითქვას, მას შემდეგ რაც მე მისი უწმნესობა გავიცანე პირველად რა ვთქვით, როდესაც ეს ჯვარი მის ჯვარს ვატარებდი 33 წელიწადი ფაქტიურად, არც მომიხსნია. ვიცოდი რომ ეს საყდანი ყოველთვის არსებობს, თუ რაღაცა როდესმე გაგიჭირდა, შეგიძლია რომ მას ასე ვთქვათ მიხვდეთ და მის უწმნესობას ეს ვთქვათ უთხრა.
არ მისულა არაფერს ათხოვნელად, უბრალოდ მინდოდა ნახვა. და ნახე კიდევაც და ფაქტობრივად პირველი აღსარება მის უწყვეტესობას ჩავაბარე. უწყვეტესია ჩემი ნათლია. იმიტომ რომ პირველად როცა მოხდა ნათლობა არაგვისა და ტყვის შესაძლებთან, მაშინ მოვინათლე მისი ჯვრით და ასე ვთქვათ, მოვიხსენე როგორც ნათლია, ასევე მისი უწყვეტესობა. გაუხარდა ძალიან სხვა შორს ჩემი დანახვა და მითხრა რომ აი ვფიქრობდი შენზე და კარგია რომ მოხვედი, იმიტომ რომ ახლა ჩვენ ვიწყებთ თავიდან ამ სახარებაზე მუშაობის განახლებას, ხელნაწერი სახარებაზე მუშაობის განახლებას არის ყველაზე დიდი მსოფლიოში, უნიკალური ხელნაწერი სახარება, რომელიც ბერებმა გადაწერეს და მორჩილებმა, ასომთავრულით და ნუსხახუცურით და მერე უკვე ხელითვე ხდებოდა ჩახატვა, ვთქვათ, ხელნაწერი იყო და ხელითვე ხდებოდა ჩახატვა მინიატიურების. და მითხრა რომ ვთქვათ, ვკითხა რომ იცი თუ არა ნუსხახუცურით, თუ არა ასომთავრული, წაკითხული გაქვს თუ არა ბიბლია, სახარება, მოციქულთა სინამდვილეში რომ ითქვას, ეს ის წლები იყო და ის გასაჭირო, როცა სხვას არც არაფერს არ ვკითხულობდი. მარტო ვკითხულობდი ბიბლიას, სახარებას, მოციქულთა საქმეები თითქმის ზეპირად ვიცოდი. ეპისტოლეები ვიცოდი, უბრალოდ თითქმის ზეპირად, განსაკუთრებით ის პავლე მოციქულის ეპისტოლეები. ხო, მეხმარებოდა იმაში, რომ ცოცხალი დარჩენილიყავი. და უთხარი ნუსხახუცურიც ვიცი და ასომთავრულიც ვიცი, ბავშვობიდან მწერდი ასომთავრულად და ნუსხახუცური მოგვიანებით ვისწავლე უკვე, როდესაც მაჩუქა მის მოუწინესობამ დავითნი ნუსხახუცურად. და მითხრა რომ მოდი ახლა სანამ აქ ახარო ეხლავე აქვეო რამდენიმე მინიატიურა გამიკეთეო ფანქარში უბრალოდ აი მომიხაზეო საზდავასოებო როგორ გააკეთებო და დავჯექი მართლა და ერთ საათში თუ ორ საათში ფაქტობრივად ყველა საზდავასო მოუხაზე ის ფანქარში მინიატიურების სახით თავის შინაარსი იყო თითოეული საზდავასო იყო თავის შინაარსს გამოხატავდა და მითხრა რომ თუ გინდა აქ ცხოვრეო საერთოდ და იცოდი რომ საპატიო შენი სახლია და ფაქტობრივად 3 წელიწადი თითქმის მუშაობდი სახარებაზე. მისი პირადი სივრცე სადაც იმყოფებოდა, იმ ადგილას მუშაობდით უკვე. სანამ ამაზე მუშაობას დავიწყებდით, მის მოწინესებამ რამდენიმე თავის ბიბლიოთეკიდან რამდენიმე წიგნი მომცა რომ წამეკითხა, ხატწერის პრინციპებს გავეცანი, სად რაფერი რასთან მიდის, რა რას ნიშნავს. ასევე დიდი სამტომეული ქონდა ბიზანტიური მინიატიურების გამოცემული. რომელიც სანამ დავიწყებდი მუშაობას, თავიდან ბოლომდე შევისწავლე, რასაც ქვია. ეს იყო ზღვა რაოდენობა, ფაქტობრივად რაც კი ქრისტიანულ სამყაროში გაკეთებულა მინიატიურები, ყველაფერს მოიცავდა. და ქართული მინიატიურები წერია შიგ სხვადასხვა საკმაოდ ბლომად. და მე მივხვდი რომ ეს მინიატიურები და ხატწერა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაშინ დავასკვენი. იმიტომ რომ მინიატიურებს აქვს ძალიან დიდი თავისუფლება, ძალიან დიდი გასაქანი. ხატწერა ძალიან შემოსაზღვრული არის და ძალიან ჩარჩოებშია ჩამჯდარი. რა პროცესები მიმდინარეობდა მაგ დროს, როცა სიმართლე რო ითქვას, მაშინ მოხდა სრული განახლება ჩემი ფიზიკურად, სულიერად და გონებრივადაც, იმიტომ რომ მე რა როგორც გითხარით, ვიყავი სრულიად გამოცარიელებული, სრულიად გამოფიტული და ასე ვთქვათ, აი სიცოცხლე ძალებისგან დაცლილი აი ზოგადი სიტუაციის გამო ის რომ საქართველოს ესეთი გაპარტახებული ამ სამოქალაქო ომის შემდეგ და მოკლედ ესე 3 წელი მუშაობდი 2000 წელს დამთავრდა ამაზე მუშაობა. ალბათ რაღაც სირთულეებიც იქნებოდა. სირთულეები იყო კი. ყველაზე რთული. სირთულეები იყო რაღაცეები, თუმცა მე სირთულებად აღარ მეჩვენებოდა იმის შემდეგ, რაც გამოვლილი გქონდა უკვე ამ ომის შემდგომ პერიოდის შემდეგ. ეს სირთულე კი არ იყო, ეს იყო ჩემთვის უკვე ასე ვთქვათ, სულიერი სიმშვიდე და ბედნიერება იყო ეს ჩემთვის ნამდვილად. რა თქმა უნდა, სირთულეები იყო, იმიტომ რომ მაინც ძალიან ცხელოდა იქ სადაც მე ვიჯექი ანტრესოლი იყო და ძალიან ცხელოდა. ნუ ისე ცხელოდა რომ არ ქონდა არც მის უწესებს არ ქონდა არც გამაგრილებელი საშუალება ეგ დადებული და ერთხელ იდა თვარაძე ამოვიდა მონაზონი იყო. მითხრა ვაიმე რუსულად როგორ მუშაობ ბაქოში, როგორ არ კვდებიო ცა? აი სრული ის იყო სასწაულის სიცხე იყო და მის უწესებს უთხრა რომ უწესო არ შეიძლება მაშინ უწესო ამოვიდა მაშინ ერთად იყო ნამასულები უწესო საშინელ სიცხეში მუშაობს ეს ადამიანი მარტო მუშაობდა მაშინ სიცხეში და ძალიან ცოდვაო რამე ხო არ შეიძლება რომ იგება სანმე არაუშავს უნდა დაიტანჯოს არავიშავს გაიყურა უწესო და მე ამომიტანეს 2
უნივერსალი გამაგრილებელი საშუალება და ესე ვთქვათ თან ცოტა ის წინ მქონდა ეს მოკლედ რომ ცოტა გამაგრილებულიყავ. ვინც თანაც მისაუბრია ისეთ იმ ადამიანებთან, ვინც პირადად შეხვედრია ილია მეურეს, ყველა ამბობდა, რომ ეგ არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი, ქონდა რაღაცა სხვანაირი ენერგეტიკა და სხვანაირი აურა, ასე ვთქვათ. აი თქვენთვის როგორი იყო? თან რამ ბევრი ხშირი შეხვედრა გქონდათ? კი. სხვა შორის პირველი შეხვედრა როცა მოხდა ეს მე ვიყავ მაშინ 12 წლის გამოფენა მქონდა და მაშინ უწუნესი დაეწყო იმ გამოფენას მე არ ვიყავ უბრალოდ საქართველოში და მე დაჩემ დაგვადეჟა თავისთან სიონის გვერდზე მქონდა რეზიდენცია იქ მივედით და მაშინ მახსოვს რომ მარტო თვალებს ხედავდი ჩვენ გასაუბრებოდა რაღაცას მეუბნებოდა რომ აი როგორი ნამუშევრები გაქვს ნუ თუ ამასო შენ მართლა ფიქრობდიო ბავშვობაშიო რომ აი თქვათ აი არის რომ კიბე არის საზე მიდგმული ადის ადამიანი და ეშმაკი უხერხავს იმას რა ქვია რომ ჩამოაგდოს აი ეს როგორ მოგივიდაო თავში ეს ბავშვისთვის ძალიან ლოგიკურია სინამდვილეში სულიერება არის ცაში ვინ ებრძვის ამ სულიერებას ეშმაკი ადამიანი ადის ცაში და ეშმაკი კიბეს უხერხავს ეს ძალიან ბუნებრივი იყო ბავშვისთვის ეს რა თქმა უნდა ამას ქვეცნობიერი წერია ცხადია ეს არის 12 წლის ასაკში გაკეთებული და ხატული ნამუშევარი აი რომელზედაც უწმინდესი ამაზეც მეუბნებოდა რომ თავში როგორ მოგივიდაო ბავშვობაში აზრათო ეს არის ცის მაცხოვრებლები ანუ ანგელოზები ზევითკენ და ეს არის დედამიწის მაცხოვრებლები დაბლად და შუაში მიყავთ ბოროტება დაიჭირეს ბოროტება და მიყავთ დასასჯელად ანუ სადა დედამიწა გაერთიანდა რომ დასაჯონ ბოროტება ეს არის 12 წლის ასაკშია დახატული აკვარელი ქაღალდი და ისა ძალიან გაცეცილი ქაღალდი 12 წლის კი და ნუ ეს ჩემთვის ძალიან საყვარელი ნახატი იმიტომ რომ კონცეფცია ძალიან დიდი ასე ვთქვათ დიდი კონცეფცია და სამაში ამასაკის ბავშვისთვის კი არა ისედაც კი კი 12 წელსაკში კი აი ეს არის კიდე მეორე მოსვლას ეძახდნენ თვითონ მოვიდა ბოროტება შემოვიდა სხვადასხვანაირი ფორმით აი ეს მახინჯები არიან ძალიან ეს კაცები შეკრეს სულ ყველა შებოჭეს კაცები რომ ხელი არავის შეეშალა და ბავშვებს და ქალებს და მოხუცებს დაერივნენ აი დრაკონები ის და აქ მოდიან დიდი ანგელოზები რომ გადაარჩინონ ადამიანები პირდაპირ ხატავდი და ყვებოდი ამას ჩემთვის ოღონდ ჩემს გონებაში ძალიან სერიოზულად ვიყავი ჩართული ამ პროცესებში არა ეს არის ტუში და კალამი აი 11 ნომერი კალამი ბავშვობაში მაგითი წერდით ხოლმე და 11 ნომერი კალამი და ტუში წარმოუდგენელი რამე წინასწარმეტყველებები არა გაქვთ დახატული? კი, არის ყველა წინასწარმეტყველება, სხვა შორის უწუდეს მაგას მეკითხავდა. ბოროტების დასჯა, ეს ყველაფერი წინასწარმეტყველება აბსოლუტურად უყალა. როგორც თვითონ უწმინდესმა ბრძანა მაშინ, როცა მე მასով საუბრობდით. საიდან მოგივიდა თავში აზრად ამდენი, ესე ვთქვათ, ის რაც უნდა მოხდეს, ეს სად დაინახეთ, მოთხარი არ უწმინდეს ეს ყველაფერი არ დამინახავს არანაირად, უბრალოდ ხატავდა ეგ არის. იყო ძალიან შორს ვერ მიწდევით მომგანი მაგის. მისი უწუნესობა იყო საოცარი ადამიანი რა. საოცარი ადამიანი იყო ურთიერთობებში. ის ყველაფერი ესმოდა და ძალიან ყველაფრის ადვილად გაგება შეეძლო. აი შეიძლება მიხვედრა, თქვათ, აი რა გიჭირს და შეიძლება არც გეთქვა ეს ყველაფერი და თავისით თვითონ დაეწყო ამ თემაზე ლაპარაკი რაღაცა რომ თქვათ გაგაძვილებოდა, თქვათ რაღაცა მieნიშნებინა ის რაც გაწუხებს და თქვათ რაღაცა ბუნებრივად უკვე ამ ყველაფერს თავს ართმევდი ეთქო ბაღში ვისხედით ძალიან უვლიდა თავის ბაღს უვლიდა როგორც ძალიან უყვარდა მცენარეები ცხოველები და სხვადასხვანაირი ლამაზი ჰქონდა ძალიან მოვლილი ბაღი და ეთქო საღამოს როდესაც მუშაობდით როცა დავინახავთ ხოლმე მისი უწუნესობა დაბლარი ეგრევე გავბოდი ხოლმე რომ კურთხევა ამეღო მესამე სართულიდან პირველ სართულზე და მაშინ ვახსოვს რომ ვისხედით იქ რაღაცას მონაზვნებიც იქ იყვნენ და რაღაც საუბრობდნენ და ასეთ რაღაცა თქვა რომ მე ვარ გარდავიცვლებიო, მაგრამ ეს კაი დიდი ხნის 1-25-26 წლის წინ ნამდვილ ამბებს გეუბნებით, მაშინ ახალგაზრდა იყო. რომ შედარებით და მაშინ თქვა რომ მე ვარ გარდავიცვლებიო. თქვა რომ შეგიძლიათ მომმართოთო და მე ვარ სურვილს შეგესრულებთო რა. მაშინ ესეთი რაღაცა გვითხრა. საოცარი ადამიანი იყო რა. ჩემთვის პირადად ჩემთვის დავარწმუნებული ვარ
მილიონობით ადამიანისთვის ეს იყო წმინდანი, წმინდანი, რომელიცაც ქონდა უზომო სიკეთე, უზომო სიყვარული ადამიანის, სხვა შორის ეს იყო საოცარი რაღაცა. არასდროს მე ანტრესოლში ვიჯექი და თითქმის ყველა მის შეხვედრას ვესწრებოდი ჩემდაუნებურად, იმიტომ რომ გახსნელი იყო სივრცე და მე ვიმუშაობდი და მესმოდა ყველაფერი. არასდროს არ მახსოვს როგორი ისეთი შეშფოთებული, როგორი წინააღმდეგობრივი ადამიანები არ უნდა მისულიყვნენ მასთან ურთიერთ სანახავად. არ მახსოვს რომ ვინმეს როდესმე რაღაცა ან უკმეხად, ან ზევიდან, ან ისე დალაპარაკებოდა. ყოველთვის ადამიანს ელაპარაკებოდა იმ სიმაღლეზე, რა სიმაღლიდანაც ის ადამიანი მიდიოდა. მიდიოდა ადამიანი ძალიან განათლებული, ელაპარაკებოდა ის თავის დონეზე. მიდიოდა ადამიანი ძალიან უბრალო, რომლის თქვა მეტყველება არ იყო ისეთი. ელაპარაკებოდა ძალიან ელემენტარული სიტყვებით. რომ მისთვისაც ეს გასაგები ყოფილიყო და მის სიმაღლეზე დადიოდა ზუსტად. არასდროს არ ბრაზდებოდა, ყველაფერს პატიობდა. მე არ მახსოვს, რომ არც კი გამიგონია ვინმესგან, ეხლა ჩვენ სუმად ყველაფერს ლაპარაკობდა და ყველაფერს ყვებოდა ხოლმე და არასდროს არავის არ უთქვამს, რომ ვინმესთვის რამე არ უპატიებია. ან ვინმეზე რაღაცაზე გაბრაზებულა და თქვა რაღაც, არასდროს არ ყოფილა, რომ ოდნავ მაინც ადამიანისთვის უკმეხობა გამოეჩინა. რაც სხვათა შორის ძალიან ბევრს ახასიათებს უკმეხობა უნდა ითქვას და ძალიან იშვიათობა არ არის. წმინდანებსაც სხვათა შორის. წმინდანებსაც და სასულიერო პირებსაც და ეს ადამიანი იყო ადამიანის მოყვარე, კასტმოყვარე და ძალიან კეთილი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველაზე მთავარია ქრისტიანისთვის და ჩემთვის ეს ადამიანი წმინდანი იყო. როგორ გადაიტანეთ მისი გასვლა? სიმართლე რო ითქვას, მისი გასვლა, ძალიან ცუდად იყო უკვე. ხო ხედავდით, რომ როგორ დაილია, ძალიან უკვე ვეღარც თავს ვეღარ წევდა, მაქსიმალურად მე როგორც იმ დღეს სხვა შორის დაკრძალვის წინა დღეს ვფიქრობდი რა, იმიტომ რომ ძალიან მძიმე იყო, იმიტომ რომ მაინც როცა არის, უცებ მომინდა რომ ფიზიკურად მაინც იყოს, არასდროს არ მესმოდა ხოლმე ხერთი, საიდუმლო უნდა თქვა, არასდროს არ მესმოდა ხოლმე, როდესაც წმინდანების ნეშტებს, ცხედრებს ინახავდნენ ხოლმე და თქვა ზევიდან იყო და ხალხი თქვა მიდიოდა და ეს არ მესმოდა, რა ვქნა, არ მესმოდა. ეხლა უცებ ისე მომინდა რომ წმინდეს ისე თქვა ცხედარი ყოფილიყო თქვა ხელმისაწვდომი იმისთვის რომ თქვა მიხვიდე და ეამბო რომ თუნდაც წლების განმავლობაში და უცებ მივხვდი რას ნიშნავდა სინამდვილეში ეს. როცა ადამიანი ძალიან გიყვარს და როცა ძალიან მართლა წმინდანად თვლი და იცი რომ ნამდვილად ეგეთია თან კი არ თვლი, არამედ ნამდვილად რომ იცი, გძნობ, გინახავს, გაგიგია და შენი საკუთარი თვალით დაგინახავს, ის გინდა რომ ფიზიკურადაც რომ იყოს როგორც ახლა ადამიანი რო ინახავს რაღაცა სამახსოვროს, წიგნს ინახავს, ან თქვა რაღაცა ტანსაცმელს ინახავს თავისი ძვირფასი ადამიანისას, ხო? ან სათვალეს ინახავს. ესეც იგივეა. სხეულიც ასე ვთქვა რაღაც სულის ტანსაცმელივით არის და ესეც რაღაცა ის არის, რაც რჩება. სინამდვილეში, როცა სული გადის და უცებ მივხვდი, რომ ეს დამოკიდებულება ქონდა სხვა ადამიანებთან, ალბათ სხვა ადამიანებსაც, ალბათ საუკუნეების განმავლობაში. ძალიან რთული იყო, მაგრამ მივხვდი, რომ მაქსიმალურად ბოლომდე ეცადა, რომ ბოლომდე ეცოცხლა, სანამ მისი ფიზიკური ძალები უკანასკნელამდე არ მოიწურა. არ დაგვტოვა, იმიტომ რომ მე ვიფიქრე, თქვა რომ გასულიყო რამდენიმე წლის წინ. ეს იქნებოდა ისეთი ტრაგედია, რომ რა ვიცი, ვერ გადავიტანდით ალბათ უმრავლესობა ადამიანებს, ეს იქნებოდა ისეთი თაღი, რომელსაც ვეღარ მოიშორებ ვერასდროს და ჩვენ საკუთარი თვალით დავინახეთ, რომ როგორ ბოლომდე მიილია ეს ადამიანი, უბრალოდ მეტი ფიზიკური შესაძლებლობა მას აღარ დარჩა, რომ კიდე ეცოცხლა და ბოლომდე, ასე ვთქვათ, მიიყვანა თავისი სიცოცხლე ბოლო წერტილამდე. რაღაცნაირად ძალიან ემოციური, ძალიან მძიმე და ამავდროულად ძალიან ლამაზი იყო. ლამაზი იყო ძალიან, კი. ძალიან ლამაზად იყო ყველაფერი ნამდვილად. გეთანხმებით, კი. ძალიან ლამაზი იყო ყველაფერი, თავიდან ბოლომდე ისე ლამაზად შესრულდა. გაზაფხული მოიყვანა თქო, ეგეთი შეგრძნება მქონდა. არასკესოს უყვებთა საქართველოში წვიმა იყო. ეს სხვა შორის სულაც არ გამკვირვებია, იმიტომ რომ როგორც წესი, ამინდიც
ყოველთვის აი კი არ ვადარებ, მაგრამ აი ქრისტე რო ჯვარს ეცოდა რო აღესრულა ჯვარზე, მაშინ საჩამოიქცა და უნებაც ტირს. ხო, ანუ სერიოზულად თელ საქართველოში იყო წვიმა პარასკევს მაგალითად. ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდით ეს რამეს, რომ გიკითხეს რამ ერჩევა ისეთი, რაც პატრიარქისგან მიგიღიეთ და ეს რამეს ამბობთ, რომ მიუძღვენი შენი შემოქმედება ღმერთს. აი შეგიძლიათ რომ ცოტა უფრო განვავრცოთ რას ნიშნავს. მის მოუწინესებამ ესეთი რაღაცა მითხრა, რომ არასდროს რაღაცის გამო არ ხატო. აი შენ ისე ხატეო, რომ თითქოს შენ შემოქმედებასო ღმერთს უძღვნე, იმიტომ კი არ ხატო, რომ თქვათ, რომ შენ იყო ცნობილი, ან რომ შენ წახვიდე საზღვარგარეთ, ან რომ შენ იყო მდიდარი, მაგის გამო არასდროს არ ქონდესო ეს მომენტიო, რომ ხატო. შენ უბრალოდ შენი შემოქმედებაო, გული, სული და მიუძღვენი ღმერთსო და ის ყოველთვის საუკეთესო იქნებოდა. სხვათა შორის იგივე აქვს, სხვა შორის პავლე მოციქულსაც ზუსტად იგივე სიტყვები აქვს ეპისტოლეში. შენ თუ შენს ღმერთს უძღვნე შენს ნამოქმედებს, ის ყოველთვის კარგი იქნება. გაჯიბრება, აი გაჯიბრებას ვერასდროს ვერ ვიტანდი, ამიტომ რომ რაღაცა კონკურსებში მონაწილეობა არასდროს არ მეღია ფაქტიურად. იმიტომ რომ თუ რაღაცას აკეთებ, გააკეთე. აი როგორ ხდება აი ღმერთისადმი მიიწვნა შრომის. მე გეტყვით, ანუ ეს თავის დაუნებურად ხდება. ეს სინამდვილეში მის მოწესრიგება ეს რაღაც მითხრა, მაგრამ ეს ჩემთვის მაინც ბუნებრივი მომენტი იყო, რატო? როდესაც თქვა სამუშაოზე რო ვჯდები, მე ყოველთვის უნდა ვიყო გაწონასწორებული ხასიათით, ანუ არ უნდა ვიყო არც გაბრაზებული, არც ძალიან მხიარული, უნდა ვიყო 100%-იანი კონცენტრაციით, ანუ აი თითქმის ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ადამიანი აი ლოცულობ, აი ხო, სიმშვიდე, არა მარტო სიმშვიდე, აი გაწონასწორებულობა და კეთილგანწყობა, აი ყველაზე მთავარიც არის კეთილგანწყობა გარემოს მიმართ, საკუთარი თავის მიმართ, რაც ძნელი მოსაპოვებელია ნამდვილად მე-20 საუკუნეში და 21 საუკუნეშიც, მით უმეტეს ძნელი მოსაპოვებელი გახდა ტურბულენტული გარემოა ძალიან მაინც. დაახლოებით ლოცვის განწყობა არის. როცა შენ ხარ გახსნილი და შენი ვთქვათ ადვილია შენი დაჩაგვრა. როცა მაგ დროს ამიტომაც მაგიტომ არის ადამიანი ყოველთვის განმარტოვდება და მაგ დროს მუშაობს. და კიდევ მუშაობს, რომ თქვათ არ შეუშალოს მუსიკის თუ სიშუმეს ვერ აღწევს, აუცილებლად კლასიკური მუსიკა მქონდა ხოლმე ჩართული, იმიტომ რომ კლასიკური მუსიკა არაფერს არ გავნებს. ნუ ყველა არა, ზოგიერთი განსაკუთრებით. ბეთჰოვენი მიყვარდა ძალიან, მოცარტი მიყვარდა, ვერდის რამდენიმე ოპერის ქვეშ შემოძლო ხატო მაგალითად ქართული ხალხური სიმღერების თითქმის სულ ყველას ქვეშ შემეძლო მუშაობა, იმიტომ რომ არასდროს არაფერს არ გავნებს, ეს შედის და გადის და ანუ იმიტომ რომ მაგ დროს ფილტრაცია არ ხდება, როცა გახსნილი ხარ და ყველაფერს იღებ. ანუ არ გაქვს ჩაკეტილობა. და თუ ჩაკეტილობა არ გაქვს, ესე იგი მაშინ დაუცველი ხარ სრულიად. და ამიტომაც არის ყველა ხელოვანი ფაქტურად მარტო განმარტოებით მუშაობს, რომ დაცული იყოს, იმიტომ რომ სრულიად გახსნილია და მას დაცვა არ ექნება, ვინმე რო იქიჟდეს, დაუცველია ფაქტურად. ამის გამო ხდება ეს. ეს მითხრა მის მოუწინესობას. როდესაც ესეთ გახსნილ მდგომარეობაში ხარ, ეს ავტომატურად ნიშნავს მაგას უკვე, ხო? გახსნილი კეთილგანწყობილი და დაუცველი როცა ხარ, ეგ მაგას ნიშნავს. სხვა შორის ესეთი დაუცველი და ის ქონდა ხოლმე უწმინდეს, აი როდესაც ეს განმოსვა და შემოსვა რო ხდება ხოლმე წირვის დროს, როდესაც თეთრი ტანსაცმელს კვართრაც მე ხოლმე. მაგ დროს მის უწმინდესობას ქონდა ხოლმე სრულიად დაუცველი სახე. სრულიად დაუცველი აი გამომეტყველება, რომ თითქოს არის აი ჩვილი ბავშვის რო გინახია მარტო და სულ მიყვარდა ხოლმე რომ მარტო აი ამდენი ადამიანი ახოვია გარშემო და როგორ შეუძლია რომ სრულიად დაუცველი და სრულიად გახსნილი იყოს ამ წუთში უდანავი დაცვაც რო არ ქონდეს თქოს ძალიან ნაზი და ფაქიზი გამომეტყველება ქონდა ხოლმე როგორც აი მარტო შეიძლება რომ ჩვილ ბავშვს ქონდეს რა. ბავშვობიდან ქონდათ ეგ მდგომარეობები? ყოველთვის კი ეს ბუნებრივი მდგომარეობა იყო და მის მოუწინესობამ რატომ ითხრა მაგ დროს როცა შეხვდა, იმიტომ მითხრა რომ მაშინ ძალიან ბევრი იწერებოდა და ჟურნალები, გაზეთები, ტელევიზია და ბავშვისთვის ეს იცოდა რომ ბავშვი და ნუ თუნდაც თინეიჯერი და თუნდაც ახალგაზრდისთვის ეს ხანდახან არის ხიბლის მომენტი და გონია რომ თავის წარმოიდგენს რომ რაღაცას წარმოადგენს, ეგ არის საშინელება. არ უნდა ეგონოს არავის რომ რამეს წარმოადგენს. ეკლესიაში სიამოვნებაში მისი უწმინდესობისგან პირველ რიგში რაც ვისწავლე ეს არის რომ რას ნიშნავს თავმდაბლობა. ეს იმას არ ნიშნავს რომ მე თავმდაბალი ვარ, მე ამას მუდმივად
ცდილობ, რომ ეს არ დამავიწყდეს უბრალოდ, რას ნიშნავს თავდაბლობა. იმიტომ როგორც კი თავდაბლობა გაკლდება, მიწა გეცლება ქვევიდან, წაიქცევი, ადულად წაიქცევი ძალიან. თუ თავდაბალი ხარ, ადამიანი ვერაფერი ვერ წაკაქცევს, იმიტომ რომ შენ იცი შენ რომ თქვათ ჯავშანი არა გაქვს ღვთის წინაშე და ღმერთმა იცი შენ რასაც წარმოადგენდა, რაც ახარ ეს ახარ და ანუ ვერ წაიქცევი. თავდაბალი ადამიანი ვერ წაიქცევა ამის თქმა მინდა რა. მაგრამ ხო ის რისკები არის ალბათ ადრეულ ასაკში წარმატების მიღწევას ყოველთვის ახლოს. კი და ამიტომაც მშობელმა უნდა დაიცვას ბავშვი და და თქვენთან ეგ რისკები იქნებოდა, იმიტომ რომ თქვენი ბიოგრაფიიდან როგორც ირკვევა 6 წლიდან უკვე ფაქტობრივად თქვენი სახელი ნელ-ნელა ცნობილი ხდება. 6 წელს ვიყავი პირველად 80 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი სხვადასხვა ზომის ხოშურ დატვირთული ნამუშევრები ძალიან ნელ-ნელა ხვედიანმა გახსნა პირველი პერსონალური გამოფენა მე 8 წლის ასაკში ბატონ ელადო გუდიაშვილთან მისული და რაღაცა შემონახატებს რაღაც ისე არჩევდა. ანუ და ძალიან ბევრი იწერებოდა, ანუ ბავშვი უნდა დაიცვა მაგ შემთხვევაში აუცილებლად რომ არ გამოცარიელდეს უბრალოდ. ბავშვი თავისთავად რაღაც ეგონება ის უკვე დამთავრებული. ბევრი მინახავს ეგეთი, ძირითადად უფრო სპორტსმენები, მუსიკოსები, მათ შორის მსახიობები ადრეულ ასაკში წარმატებას აღწევენ, მერე ბოჰემური ცხოვრება იწყება, ცოტა არეულობა, ეს დიონისური თავგადასავლები და მერე დგება რაღაცა კრიზისი, მერე ამ კრიზისიდან გამოსვლა. და კი, მართალია და მაგას ვფიქრობდი ხა თქვენთან მოსასვლელად ინტერვიუსთვის რომ ემზადებოდი, ალბათ ეს ადამიანი სწორედ ქრისტიანობამ დაიცვა იმ ხიბლისგან, რაც შეიძლება ადრეულ ასაკში წარმატებას ჰქონდეს თქო. ეს რაღაც ნაწილი კანის ფესტივალზე მქონდა გამოფენა, კანის ფესტივალზე აკრედიტაცია მაქვს ხოლმე საფრანგეთის მხრიდან კინოსთან ურთიერთობის გამოფენა. როდის დაიწყო ეს თქვენი საერთაშორისო აღიარება და საერთაშორისო წარმატება? ეგეც ადრეულ ასაკში. ეგეც ადრეულ ასაკში პირველად, როდესაც მე ვიყავი საფრანგეთში. და ჩემი გამომაყოლეს, იმიტომ რომ არ ვიყავი სრულწლოვანი და გამოფენა წავიდა მაშინ. და მთელი წელიწადი მოგზაურა ამ გამოფენამ საფრანგეთში ბოლოს სენტიორში მოეწყო დიდი პრესკონფერენცია ქალაქის მერმა მოაწყო და მსჯელობა იყო და პატიჟე ქალაქის უხუცესები, ხელოვნებაცოდნეები, მხატვრები, ინტელიგენცია რომ გაერჩიათ რომ ეს ნახატი ბავშვის არის თუ რაღაცა ძველი ხელნაწერებია, ძველი ხელნაწერებიდან არის რაღაცის და მე რადგანაც ეს იყო წლოვანების და მიხედვით აი 4, 5, 6, 7, 8, 9, 12 წლამდე იყო. ეს რაღაც ეს წლოვანება რახან ესე მიდიოდა და მზარდი იყო, დაადგინეს რომ ნამდვილად ბავშვის ნამუშევრებია და მაშინ იყო ზუსტად რომ ბატონმა გასტონ ბუაჩიძემ ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციების გაფორმება შეუმთავაზე, პატარა ვიყავი საკმაოდ. მართალია ის გაფორმება მე თვითონ დამთავრებული არ ქონდა, თარგმნა ვეფხისტყაოსნის 10 წელიწადი თარგმნიდა და როდესაც უკვე დავიწყე მაღაზიაში მუშაობა, ვიყავი 18 წლის უკვე ვეფხისტყაოსანზე და სადაც 2 წელიწადი გაგრძელდა ეს 20 წლისამ დავამთავრე. და ნუ ესე მე გამოფენები იყო, მე რა ვიცი, მე სახელოსნოც მქონდა იქ პარიზში და სულუდმეთ ეწყობოდა გამოფენები იქ თვითონ სალონური სტილის ის იყო და ვეფხისტყაოსანს აიგოდი ხშირად ქართულ სახარებასაც უწოდებენ ხოლმე. ხო. თქვენ ახლა ნამუშევარი გაქვთ სახარებაზეც და ვეფხისტყაოსანზეც. სიმართლე როგორ არის? აი ხა გეტყვით როგორ არის? რა უცნაური რაღაცა. მე სანამ სახარებაზე მუშაობას დავიწყებდი, ჩემთვის ქონდა ლოცვები ამოკრეფილი სხვადასხვა იმიდან. ერთი იყო მისგან რა ქვია ლადო ასათიანის ლექსიდან მქონდა ერთი ამოკრეფილი, ერთი ვეფხისტყაოსნა, ღმერთო მოწყალეო არვინ მივი შენგან კიდე შენგან ვითხოვ შეწევასა და ზომსაც გასასავლი და ერთად ძლევა ზღვათა ღელვა ღამით მავნე ამარდი თუ გადავში მსახურობ და შენ დავსხორბსა შევწირვით. ეს არის ავთანდილის ესე ვთქვათ თხოვნა ღმერთის მიმართ რომ დაიცვას. ზუსტად იგივე სიტყვები არის ფაქტიურად 90-ე ფსალმოში, დავით ფსალმონში. ანუ ძალიან გავს მართლა
ძალიან გავს აი რაღაცა დამოკიდებულებებით, აი სიბრძნით, რაღაცეებით დეტალების ახსნით. ჩემს როგორ და ვეფხისტყაოსთან მქონდა ამოკრეფილი საოცავი სიტყვები, მაგალითად სანამ ასე ვთქვათ ოფიციალურად ვისწავლედი ლოცვებს. ჩემი სიტყვებითაც მქონდა რაღაცა ბავშვობაში და ვეფხისტყაოსნიდან ლოცულობდი. დიახ, ვეფხისტყაოსნიდან ლოცულობდი. აი ეს ლოცვა იყო ჩემი ლოცვა, მაგალითად სანამ ეს რაღაცა თინეიჯერობის ასაკში. ეს თქვენით მიხვედით აქამდე თუ მშობლების? არა, მშობლების შუაში არა, ვეფხისტყაოსანი ძალიან მიყვარდა და უცნაური ბავშვი არ იყავი სხვებთან შედარებით, ან თანაკლასელებთან? არა, თანაკლასელებთან შედარებით უცნაური არ ვიყავი. უბრალოდ არა, პირიქით სრულიად არ ვიყავი უცნაური ბავშვი. ერთადერთი უცნაური, ხო, არა, ჩვეულებრივი ვიყავი ძალიან და თან ვცდილობდი, რომ ძალიან სინამდვილეში ვცდილობდი, რომ ძალიან ისეთ ყოფილიყავი, როგორც სხვები არიან ნამდვილად, იმიტომ რომ ვცდილობდით, მაგრამ არ იყავი. არა, ვიყავი, ნამდვილად ვიყავი, გამომდიოდა ჩვეულებრივად. რადგან წმინდა ტექსტებს ვილაპარაკობთ, ვეფხისტყაოსანიც ვახსენეთ. ჩემთვის ძალიან სიურპრიზი იყო რამაიანა რო დავინახე, იმიტომ რომ რამაიანა და ვეფხისტყაოსანიც ძალიან გვანანეცს. თითქმის ერთნაირი ფაბულა აქვთ. მანდაც არის სატრფოს დაკარგვა, მერე დაბრუნება, შენ მოძმე მეგობრების შემოკრება, დემონების დამარცხება, მისი დახსნა. როგორი იყო უკვე რამაიანა ცოტა მერე შემოვიდა თუ? აი რამაიანა მერე არ შემოვიდა, რამაიანაც ასევე ძალიან მიყვარდა, ჩვენ მქონდა დეიდაჩემს მქონდა დამთამრიკოს რამაიანას ქართული ნათარგმნი ნახევარი და მე 8-9 წლად ვიკითხავდა ხოლმე, გიждდებოდით რა, გიორგი მაგისიშვილი ჩვენ დაძმები. ვიკითხავდა ხოლმე ამას და ისე მიყვარდა ეს რამაიანას, რომ გიждდებოდი. მე ხა რომ გავიზარდა, წავიკითხე უკვე რუსულად და ინგლისურად, უკვე მთლიანად, ის იყო ნახევარი ქართული. და ჩემი უსაყვარლესი ნაწარმოებია რამაიანა. ну ფაგავად გიტაც ხო, მაგრამ ну რამაიანას ვერაფერი ვერ შეეძრება, ეს აღმოსავლური მასში ყველაზე ძვირფასი ის არის მაინც. ეხლა აღმოსავლეთიდან ფაგავად გიტაც რო ახსენეთ, გამახსენდა ეხლა რომ საუბრობდით იმაზე, რომ მიუძღვენი შენი შრომა ღმერთს ფაგავად გიტაშიც დაახლოებით, ზუსტად ეგეთი პასაჟები არის, როდესაც ეუბნება უფალი მეფეს, შედეგს შენ ვიფიქრებ, შედეგი მას მიუძღვენი. გარმა იოგა, რასაც ქვია, რასაც არის ფაგავად გიტაში ძალიან ბევრი დაწერილი. მიყვარს ხოლმე, როცა ესე იკვეთება აღმოსავლეთი და დასავლეთი განსაკუთრებით ფილოსოფიის დონეზე და სამყაროს აღქმის დონეზე. კი. საქართველოს კიდე ეს გზაჯვარედინია სინამდვილეში და ეს გზა ეს არის რა ვიცი, ევროპისა და აზიის ნაწილი და რა ვიცი, ყველაფერი აბრეშუმის გზის ნაწილი ვარ და რა ვიცი. ძალიან ლამაზი ქვეყანა გვაქვს ჩვენ და ძალიან ლამაზი სინამდვილეში აი მე ხარ რო ვფიქრობ ხო აი ქართველი ისეთი ადამიანია რა ქართველზე უფრო ფაქიზი ადამიანი მე სოფლიოში მაგალითად არ მინახავს უხეში რა თქმა უნდა ყველა ქვეყანაშია ქართულშიც არის და ყველა ქვეყანაში მაგრამ სიფაქიზე ისეთი როგორც შეიძლება რომ კაცსაც ქონდეს თავისი გულიდან გამომდინარე და ქალსაც ეგეთი სიფაქიზე მე სხვა ერში არ აღმომიჩენია ალბათ სიუხეშიც ამ სიფაქიზის დაცვა არის კი ხო სიუხეში ნუ ხა ყოფითი ის მე ვიძახე რომ გაწმინდო და გასუფთავ ადამიანი და ყველაზე ისეთი საკრალური რაც შეიძლება რომ დარჩეს აი ნაწილს ვულისხმობდი ერთადად. ამ სიტყვას ახსენებთ ხოლმე ხშირად ფაქიზი. და ამ სიტყვას მე თქვენ ნახატებსაც შეუსაბამებდი. მადლობა. აკვარელი მიყვარს ამის გამო ძალიან აკვარელში ნახატები რომელიც ფიგურატიულიც არის და ძალიან თხელი ფენები ედება და ფაქიზია ძალიან რატომ იმიტომ რომ აკვარელშიც ამუშავებ და თუნდაც აბრეშუმზეც ამუშავებ აბრეშუმით ძალიან მიყვარს იმას მეორე ფერს ვერ გააჭუჭყიან ეხლა ზეთში რა 500 ჯერ თუ გინდა დაადე გაგიჭუჭყიან და მეორე დაადე მესამე ტემპერაც ესე და აკრილიც ქაღალდი და აკვარელი ამას ვერ იტანს ეს რასაც დაადებ ის უნდა დაადო და ის სუსტი უნდა იყოს და ნაზი უნდა იყოს ისეთი უნდა იყოს და თელი ამბავია მოკლედ
ამას ეძახდა ნოეს კიდობანს, ანუ აქ არის ადამიანები, რომლებიც არიან დატყვევებულები, აქ რომელზეც აკეთებენ რობოტს აი ამ ადგილას და აქ ცდა უნდა დააყენონ ამ ქალზე და ესენი იმალებიან, რომ გადაარჩინონ ეს ქალი. ნანაჩვენი უკვე რას იცავ, დედამიწაზე ესეთია ცხოვრება, რა. დედამიწა საერთოდ სარბიელია, კედლსა და ბოროტ შორის საბრძოლო ასე ვთქვათ ასპარეზივით არ და ნუ ყველას გვიწევს ჩვენი ბრძოლები გვაქვს ყველას დედამიწაზე და ვაი იმას, ვინც არ იცის, რომ ეს დედამიწა არის საბრძოლო ასპარეზი და ყველას თავისი ასე ვთქვათ აქ გაკეთებული საქმისაებრ მოეკითხება.